ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები დღეს ჩვენ დავუსვით თბილისის მერს კახა კალაძეს. ის თუ რა ფუნქცია ექნება ახლა მამუკამდინარაძეს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. პრინციპში ამ კითხვაზე პასუხად ჩვენ იმაზე მეტი დღეს არც კალაძისგან და არც სხვა წარმომადგენლებისგან ქართული ოცნებიდან არ მოგვისმენია, რაც ითქვა გუშინ სხდომაზე ბრიფინგზე ირაკლი ყობახიძის მიერ. კახა კალაძეს საკმაოდ საინტერესო პასუხი ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს გადაადგილებს სამთავრობო გუნდში. ამბობს, რომ თუკი კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე დაინიშნება გარკვეული ვადით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამ პოსტზე იქნება იმ ვადით, რა ვადითაც აირჩევს მას ქართული ოცნება და ბუნებრივია გადაადგილებები, ცვლილებები და ამას არ აქვს განსაზღვრელი მნიშვნელობა და სწორედ ამან განაპირობა შემდეგი შეკითხვა თბილისის მერთან. შეიძლება თუ არა საკადრო ცვლილებები მასაც შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვებისგან განსხვავებით არჩეული მერია და არჩევნების შედეგად არის ამ თანამდებობაზე. თუმცა ამ კითხვაზე თბილისის მერი ბრაზდება და ცდილობს, რომ პასუხი არ გასცეს. გუნდში ხალხი ხშირად ხდება ცვლილებები, ამისგან რა ვიცი, არაფერი გასაკვირი არ არის. დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას, მიმართულებას ემსახურებოდე და მუშაობდე. ყველა, რა თქმა უნდა, სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახუროს შენს ქვეყანას და ემსახუროს შენს ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ კონკრეტულ უწყებაში იქნები ან რომელ კონკრეტულ თანამდებობაზე. იქნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს. ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა და როგორც საუბარში აღნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი უწყებაში ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებულია, მას რატომ გაუშვებენ რამდენიმე თვეში? ეს როგორ უნდა გახდეს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან რაიმე პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება მეორე თანამდებობა, მთავარია სადაც და როგორც არ უნდა იყოს, ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ მათგან განსხვავებით არჩეული მერი ხართ არჩევნებით. ბოლომდე იქნებით ვადის ბოლომდე შეასრულებთ ამ. ჩვენ ნერვიულებთ, იმდენი გაქვს სანერვიულო. არა, თქვენ გითხარით არჩევნები ნერვიულებთ, ჩემ თავს ჩვენს გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, ჩვენ თვითონ მივხედავთ. მივხედავთ თქვენი ცვლილებაც ნახოთ მდგომარეობაში ხართ. მოხედავთ, გუშინ ერთად იყავით, იკრიბებოდით, დღეს იშლებით, დედას აგინებთ ერთმანეთს. ნუ ბრაზდებით, თქვენზე გეკითხებით ბოლომდე. ბრაზდებ კაც, თქვენ მდგომარეობაში შევდივართ. იქნებით ბოლომდე, ბატონ კახა? თქვენ მდგომარეობაში შევდივართ. ნახეთ რა მდგომარეობაში იმყოფებით. სამთავრობო ცვლილებების გამართლება დღეს მოუწიათ ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობაში, სადაც გუშინდელ დღემდე არ იცოდნენ, რომ ირაკლი ყობახიძე ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა და დღეს მათ უწევთ, რომ ერთის მხრივ შეაქონ მამუკამდინარაძე და ასევე გაამართლონ გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ მათთვისაც იყო მოულოდნელი, რადგან რამდენიმე თვის წინ მათ მამუკამდინარაძე დანიშნეს და ამტკიცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე. ეს პოსტი მას ჩააბარეს 6 წლის ვადით და ახლა უკვე ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში უწევთ მამუკამდინარაძე განამწესონ უკვე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. რა ფუნქცია დაეკისრება მას ამ პოსტზე, ამაზე ჯერჯერობით უფრო მეტი ვერაფერი მოვისმინეთ. ნახეთ გუშინ გარკვეული, ასე ვთქვათ, ბორგვები ჩვენი ოპონენტებისა. მე მინდა მათ უთხრა, რომ ყველაფერი არის რეალურად ძალიან კარგად და ძალიან მაგრად, რომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ეყოლება ძალიან ძლიერი ხელმძღვანელები, არგუმენტების და დასაბუთების გარეშე საქართველოს ხელისუფლებაში და ისევე როგორც პარლამენტში, რა თქმა უნდა, არ იქნება მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება და არგუმენტებს მოისმენს საზოგადოება სასესიო ფორმატში. თანამდებობა, რა თქმა უნდა, მარადიული არ არის არც ერთ შემთხვევაში. მეც შემიძლია ჩემ თავზე გითხრათ, რომ არასდროს არ ვიქნები მუდმივად პარლამენტში, დღეს ვარ, ხვალ არ ვიქნები, მაგრამ ჩვენი მთავარი мотиваცია არის ის, რომ თითოეული წუთი, თითოეული წამი და საათი ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. რა შეეხება მამუკამდინარაძეს, მან ფაქტობრივად ის პირობა, რაც ჩვენ მოგცა მაშინ პარლამენტის წევრებს, რომ ის იქნებოდა დაუნდობელი კორუფციას ამ ბრძოლაში, ეს მან წარმატებით გააკეთა და შეეხება ფუნქციას, აქ უგულისხმება ალბათ ის, რომ ეს იქნება არა ანალიტიკური მიმართულება, როგორც ეს მაგალითად იგი უჩრევების საბჭოს ჰქონდა ამ ფორმატში, უსაფრთხოების საბჭოს უფროსურად, არამედ აქ ფაქტობრივად ყოველდღიური მართვა იმ გამოწვევების
იმისა, რაც რეალურად არსებობს. Რა თქმა უნდა, როცა ჩვენ გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რა გეგმები იქნება ამის თანამდებობას სამმართველოში, რა უფლებამოსილებები, რა ვალდებულები, ამაზე უფრო მეტი შეგვიძლია. ეს ჩამოქვეითება თუ დაწინაურება ამ გამდინარაძეს? ვერ გეტყვით, ეს ახლა პოლიტიკური შეფასების ნაწილია, ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მაღალი თანამდებობა იყოს, ვიდრე სახელმწიფო მინისტრი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მან გავლენა გააძლიერა თუ? მე ვფიქრობ, რომ უფრო გაძლიერდება მისი გავლენა, იმიტომ რომ სახელმწიფო მინისტრია და ერთი უწყების ნაცვლად მას უკვე ევალება პრემიერთან შეთანხმებით, ბუნებრივია და პრემიერთან ყოველდღიური საქმიანობით უკვე კოორდინაცია ძალოვანი სტრუქტურები. თუმცა ეს სამთავრობო ცვლილებები არ შეხებია მხოლოდ მამუკა მდინარაძეს. გუშინ ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეც ვნახავთ ცვლილებებს. გელა გელაძეს, რომელიც თავის მხრივ გახდება მდინარაძის შემცვლელი სუსის უფროსის პოსტზე, შინაგან საქმეთა ministris პოსტზე ჩაანაცვლებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი. რაც შეეხება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს, ამაზე კობახიძემ თქვა, რომ კონსულტაციების შედეგად დასახელდება კანდიდატურა. დღეს სავარაუდოდ პარლამენტში უკვე შევა კანონპროექტი იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას ახალი სახელმწიფო მინისტრის პოსტი და ეს კანონპროექტი პარლამენტმა მომავალ კვირას დაჩქარებული წესით უნდა დაამტკიცოს.